მოგესალმებით ყველას, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. მინდა გაგახაროთ, დაუბრუნდით ლიგას. დიდი ხნით არ დავშორებულათ ახლა, მაგრამ მაინც. ესაა ის ჩემი პირველი League of Legends-ის ვიდეო 2025 წელს. რაც ესეც კარგი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლი, იმიტომ რომ სათაური არის Welcome to Noxus. კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა Noxus-ში. მინდა გითხრათ რომ ამ ბოლო დროს ლიგა ძალიან დიდ აქცენტს აკეთებს Noxus-ზე, ძალიან ის ახალი სერიალი 99% დარწმუნებული ვარ Noxus-ზე იქნება, იმიტომ რომ დაადასტურეს უკვე რომ Noxus-თან იქნება კავშირში და თუ Riot Games ემოს რომ Noxus-თან იქნება კავშირში, ესე იგი Noxus-ზე იქნება უაჭველი. მაგრამ მომენტ პირდაპირ Noxus-ზე იქნება, მაგრამ ახლა რადგანაც ასეთი მინიშნება მოგცეს, Riot Games არ ვიცნობ და კიდე არ ვიტყოდი ასეც, მაგრამ ვიცი ახლა როგორებიც არიან და დარწმუნებით ვამბობ. აინტერესებს სად წავალთ. ყოველ შემთხვევაში Noxus-ი საინტერესო თემა იქნება, ასეთ, ამ კინში საინტერესო იყო ამბესას და მელის ყურება, მე კიდევ შავი ვარდის, LeBlanc-ის ძალიან მაინტერესებს, აი Noxus-ზე თუ გადავალთ, შემდეგ სერიალში არ ვიცი. ძალიან მინდა მელი იყოს მთავარი გმირი, მაგრამ დიდად რო გითხრათ ეჭვმეყარება, იმიტომ რომ მელი ვნახეთ უკვე Arcane-ში და არ მგონი Arcane-ის პერსონაჟები რომელიმე მთავარი გმირი იყოს, პერსონაჟებიდან რომელიმე მთავარი გმირი იყოს ახალ სერიალში. ყოველ შემთხვევაში კარგი იქნებოდა. რა ვიცი, შეიძლება ესეთიც გააკეთონ და გაგვაოცონ კიდე. არაა გამორიცხული. Welcome to Noxus Bite Marks. ეს და Yasmir. და ეს არის 2025 წლის პირველი სეზონის ტრეილერი. რა თქმა უნდა, ახლა. შტაბში დავისწრე ხალხი გველოდება ვატყობ. დავიწყეთ. New lots of League of Legends Riot Games 2025 წლის პირველი ვიდეოს გამოშვებას. წარმატებებს ვუსურვებ და დავიწყეთ. 3, 2, 1. Noxus is where the strong gather. To answer one simple question. Es tu Leblanc-ის ხმა? ბესა. მელი. ეს მელია. თუ ბესა არა კაცო მელი იყო. ჯარი Noxus-ის. ეს ვიცი. სახეზე მეცნობთ ძალიან რა ქვია და მოწყდა, მაგრამ კომენტარებში ვნახავ ყოველ შემთხვევაში. სახელები ეწერება. ხმა ვიცოდი რომ მეცნო, მაგრამ ეს თან მივედით. თითქმეტი აქვს. კარგი. ცოტა სხვა რამისკენ წავედი, მეთქი შანსი არაა, მაგრამ წარმოგიდგება ის ხონდა. ეს რა ჯენდაბაა. შხამი შეასახურა. არ მეგონა თუ ასე პირდაპირ ბრძოლის სცენაზე გადავიდოდით. არის
დიდობელ ერთმანეთს. ოპა, აიწყო. ზუსტად ისეთია, როგორც არგეიტში. ნუ, დასაცველი აქვს უბრალოდ სხვანაირი. მე მგონი თვალებიც ყოფილი სკოლიდან. რა მაგარი თავიდან მეგულა ამ ბესა რო დავაშტა, მეთქი ამ ბესა და თავად ისუცებ. ესეც ოქროსფერი. შავი ვარდის ძალები. LeBlanc specialist to ara. ესენი ახლა ცოტა ბევრი არიან. არა მაგარია. ვითხრათ რომ გორჩა. მეტი მინდოდა. Every new path seems to lead us closer to chaos. Perhaps we should focus on the opportunity that's washed up on our shores. Unforeseen turns are simply part of any path. Yes, but that, darling, is a step too far. ეს ტიპი უეჭველი ჩემპიონია. არა, ვაისწორებს ისეთ ჩემპიონებს სანად Vladimir. Calamity is always approaching. ჯოვერი. In Axenis. some moments, its arrival is more imminent than ეს არის LeBlanc-ი, არა? Our ფორმა next შეცვლილი. move must be bolder, not safer. ეს თუ პირდაპირი ტრეილერი იყო League of Legends-ის ახალი სერიალის ტიზერი უფრო სწორად. მაშინ რა ვიცი, რა გითხრათ. ესე იგი დასაწყისიდანვე უკვე მელი რომ გამოჩნდა, მეთქი რაღაც მაგარი იქნება თქო. ორ წელს სახელებს შევხედავ თან, თუ ეწერება და თან კიდევ ვილაპარაკე. შვენიერი იყო. აი მართლა. სიმღერაზე რა ვთქვა, სიმღერა რაღაცნაირად უფრო არკეინის სტილს გავდა. ვლადიმირი ქვია იმას. და ხო, LeBlanc იყო. და დარიუსი. ვიხსენებდი რომ რაღაც ესეთი სახელი ექნება თქო. ნაცნობი. და ტრანდლის სახელი არც ისე ვიცოდი. მაგრამ ხო, დასაწყისი მელის სცენა იყო მაგარი. გამოჩნდა და ვეთქი ამ ბესას გვაჩვენებენ ახალგაზრდას და მე გამოჩნდა და მელი ეს პიკი იყო ჩემთვის. ჯერ მარტო მაგის გამო მომეწონა. სიმღერა კარგი იყო. აშკარად League of Legends-ის სტილი, Riot Games-ის სტილი. რა ქვია, დიდად რო გითხრათ რომ სიმღერა ძალიან მომეწონა, არა. მაგრამ კლიპმა აბსოლუტურად სხვანაირად იმოქმედა ახლა. ჩემს გაცრავად. სულ სხვა თვალით შევხედე ახლა
League of Legends-ის ახალ სერიალს. ჯერ არ არის გამოსული, მაგრამ მანამდე ვუყურებდი როგორც ჩვეულებრივ სერიალს Noxus-ი, სადაც ახალ გმირებს წარმოგვიდგენენ და ძველებს მაქსიმუმ 1-2 ჯერ ახსენებენ, მაგრამ მელის გამოჩენა, მელი თუ თავარი გმირი იქნება. არ ვიცი, სიხარულისგან ასვისამ. თქვენ ახლა მოგეხსენებათ, ბევრჯერ მაქვს ნახსენები მელი ჩემი ტოპ 10 პერსონაჟია. ტოპ 10-ში მყავს და მე-7 ადგილზე. თუ მე-6-ზე. არ ვიცი, მაგაზე მახსოვს ვერ ჩამოყალიბდი მე-7-ზე იყოს თუ მე-6-ზე, მაგრამ მეგონი მე-6-ზე მყავს, იმიტომ რომ თქვი კიდეც არაერთხელ არ ვარ დარწმუნებული, რომელი უფრო მომწონს, მელი თუ ჯეისი მეთქი. მაგარი იყო მელის ძალები, მელის ეს დიზაინი კი მართლაც აი Fortnite-ის სტილით რომ იყო შესრულებული, Arcane-ის სტილით, უფრო მაგარი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ისინი ტრეილერები League of Legends-ის პერსონაჟების. და ზოგადად League of Legends-ის ვიდეოები, სხვადასხვა სტილით ასრულებენ და ყველა სტილი თავისებურად მშვენიერია. ახლა ადრე რასაც აკეთებენ მაშინ ცოტა სხვანაირი ანიმაცია იყო და რავალიც მე ნაკლებად მომწონდა, თუნდაც აგერ Heimerdinger-ის ტრეილერიც და Jinx-ის ტრეილერიც კარგი იყო, მაგრამ აშკარად ეტყობოდა რომ პერსონაჟების სახეები არ იყო რაღაცნაირი, არ იყო ძალიან კარგი. აქ შვენიერი იყო. ერთადერთი რაღაც განსხვავებაც შემომჩნია იმაში, დასაცმელზე არ ვსაუბრობ ახლა, დასაცმელს არ ვთვლი. შემიშნე რომ მე მგონი შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ასე ჩემი თითქოს თვალები ქონდა სხვა ფერის. რაც არ არის ისეთი, არა მაქვს მაგის პრობლემა. შეიძლება არც არის სხვა ფერის და მე ვიგონებ, მაგრამ რა ვიცი, დიდი ალბათობით იმიტომ მომახა ამას, რომ მელის ოქროსფერ თვალებს მივეჩვია უკვე. რაც ძალიან ხდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, Tireless-ში თქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დიდად არასდროს ყოფილა ოქროსფერის ფანი, მაგრამ მელმა ეს ფერი შემაყვარა, იმიტომ რომ ეს ძალიან მოხდა, ჯერ წითელი და ოქროსფერი მოხდა ერთმანეთს LeBlanc-ისგან რომ გარბოდა რა უფრო სწორად LeBlanc-ის რომ თავს რომ იცავდა LeBlanc-ისგან. მე თვითონ მელს ამბობს ყავისფერი და ოქროსფერი, მე ცალკე ეს თეთრი მოსასხამი რომ ეცვა და ეს კაპიშონი თავზე გადმოხარებული. თეთრი, ყავისფერი და ოქროსფერი ისე მოხდა ერთმანეთს და ისე მოახდინა მელმა ეს ოქროსფერი რომ არ შემეძლია ახლა სხვა თვალით არ შეხვედო მაგ ფერს. ბევრად უკეთესი იყო. კონკრეტულად მელის ძალების თუ განვიხილავთ. და ხო, ბოლოში ეს მელის, LeBlanc-ის და ვლადიმირის სცენა Piltover-ზე, LeBlanc-ი იქნება ოჯონის სერიალში, მელი იქნება, ამბესად დიდი ალბათობით იქნება, ვლადიმირიც იქნება. იმიტომ რომ ვლადიმირის შესახებ ვიცი უბრალოდ სახელი არ მახსოვდა მართლა. თუ ასეა, თუ მართლა იქნებიან ესენი. ოჩა. რავი, წესით კარგი უნდა გამოვიდეს. თავიდანვე მინდოდა LeBlanc-ზე მეტის გაგება და როგორც ჩანს, ახლა გავიგებთ. და რატომაც მიგვირს რომ კომენტარებში არავინ წერს მეილზე. აგერ შემხვდა ამ წუთას. LeBlanc-ის სახეზეც კი. ყოველ შემთხვევაში, ველოდები მოუთმენლად ველი შემდეგ სეზონს, შემდეგ სერიალს League of Legends-ისას. ახლა კი დაგემშვიდობებით, რაც შეეხება რეაქციას, თუ სურვილი გექნებათ და თუ მირჩევთ, ადრე თუ გვიან, როცა გამოვა ყოველ შემთხვევაში, დავარეაქტებ კიდეც მაგ სერიალს. ახლა Arcane-ის სამწუხაროდ არ გამოგვივიდა და იქნებ მაგაზე გამოგვივიდეს. ყოველ შემთხვევაში დაგემშვიდობებით, როგორ მალე დავდექი კარგ ხასიათზე ვერც კი წარმოვიდგენთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და ლაიქეთ, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისხილაკი და არ დაგავიწყდეთ კომენტარების დატოვება. მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის და არ ვიცი, რა გავთქვა მეტი. გამის დამატება მინდოდა, მაგრამ მე მგონი არაფერი სათქმელი არ აქვს. კარგად გწანდებით.